საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ისევ ფეხბურთით მინდა დავიწყო ჩემი ვიდეო ლაივი და ბოლოსკენ პოლიტიკაზე გადავიდეთ. არ ცილდება ეს ორი რაღაცა ერთმანეთს განსაკუთრებით საქართველოში და საერთო ჯამში საზოგადოების ასე რომ ვთქვათ, განწყობებს ავლენს ეს ყველაფერი. მოკლედ დღეს დილას ერთი პოსტი დავწერე, რომელმაც ძალიან დიდი გავრცელება და გამოხმაურება ნახა. სადღაც 10,000-მდე მოწონება, რეაქცია იყო და ალბათ 1500 კომენტარი იყო. ჩვენ ნაკრებს ეხებოდა და მინდა გამოვეხმაურო ამ საკითხს ისევეს. ნახეთ ყველამ ხო რა თამაში იყო, როგორი თამაში იყო და როგორ დამთავრდა ეგ ყველაფერი და ამას რა რეაქციები მოყვა შემდეგ რა, ამაში არის საქმე, რომ ძალიან ბევრი დარჩა უკმაყოფილო. ძალიან ბევრი რომ ვაშკაცურად აი ბრძოლით ვერ ვითამაშეთო და ასე და ისე და ისე. მე ახლა არ ვარ ფეხბურთის სპეციალისტი, ნამდვილად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს სპორტი და შეიძლება ქართველ კაცს ფეხბურთი არ გიყვარდეს და არ მოგწონდეს, იშვიათი გამონაკლისები ვიცი. მაგრამ მე არ ვარ ამ იშვიათ გამონაკლისებში, რომ არ მომწონდეს ფეხბურთი და მით უმეტეს დღევანდელი ჩვენი ბიჭების ესა რა ქვია თამაში და როგორ გამოცოცხლებულია საქართველოს ნაკრები. ეს ბოლო წლები არის უბრალოდ რეაქციები, რომელი რეაქციებიც არის წამოსული, ეს არის არაჯანსაღი. აი ხალხო, აი ელემენტარული კითხვა მინდა დაგისვათ. ესპანეთი სოფლიო რეიტინგისთვის ჩაგიხედავთ რომელიმე ეს, როდესაც ესპანეთზე მიდის საუბარი. ესპანეთი არის პლანეტის საუკეთესო გუნდი, პირველი, რეიტინგში. საქართველო ამ რეიტინგებში არის 66-67 ადგილს იყოფს რა. ხო და როდესაც პლანეტის საუკეთესო გუნდს ეთამაშები გასვლაზე თავის სახლში და როდესაც აი ამ სავსე სტადიონზე პლუს მსაჯიც და ეხლა მოდი რა არ მეყვარს მეც მსაჯებზე ლაპარაკი და ასე და ისე, მაგრამ როდესაც დღეს 21 საუკუნეში, როდესაც ვიდეო რეფერი არსებობს და დებილი უნდა იყოს ადამიანი, რომ სადაო იყოს ის, როდესაც რასაც ქვია კუთხური. კუთხური იყო თუ თავისუფალი დარტყმა იყო, როცა ყველამ დაინახა, გამეორებაზეც გამოჩნდა, რომ არ ეკუთვნოდათ. იმ კუთხურის დანიშვნა, რასაც შემდეგ გოლი მოყვა, აი ეს გოლი მართლა კიდე რა ვიცი, იყო აფსაითი, არ იყო აფსაითი, რა ვიცი, მე ჯერ არ გაიმეორეს, ახლა მე ინტერნეტით უყურებდი და თუმცა მასე მომეჩვენა, ხო? ანუ არ ეკუთვნოდა იმ სიტუაციიდან გოლის გატანა ესპანეთს, რომ არა მსაჯის გადაწყვეტილება. და თუნდაც მეორე შემთხვევა, როდესაც გოლის ეპიზოდი იყო, ახლა საჯის გადაწყვეტია დანიშნავს თუ არა, მაგრამ ვაი ისეთი რაღაცა დანიშნა, რამაც მეორე გოლი გამოიწვია. ადამიანმა ობიექტურობით არ უნდა შეხედო ამ ყველაფერს. ობიექტური არ უნდა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ სოფლიოს საუკეთესო გუნდს ეთამაშები თავის სახლში, რომლის მხარეს არის მსაჯი, სავსე არის სტადიონი. შენ ხარ ერთი საშუალო დონის გუნდი. დიახ, საშუალო დონის გუნდი, თუმცა ძალიან სპეციფიკური. ახლა ჩვენი ნაკრები, როდესაც საქმე ეხება რაღაც ასეთ იმასა ობიექტურობას კარგავს ხალხი. თქვენ კაი დედმამიშვილებო, რეალურად უნდა უყურო ყველაფერს. ჩვენი გუნდი ახლა იწყებს, ასე რომ ვთქვათ, შენებას და თაობათა ცვლა დგება და ეს და ყავს რამოდენიმე ახლა მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავი თუ არა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი არის სადღაც ჭეჰე კლასის პირველი თუ დაძლია ევროლიგებზე ჩვენმა იმგედგა, ესა უკვე დიდი სასწაული და მიღწევა. დანარჩენი ეს ბიჭები ყველა არის უცხო ქვეყანაში გაზრდილი ხალხი. როგორც სპორტსმენები. და იქეთ არის ლა ლიგა, საიდანაც ხდება მსოფლიოს საუკეთესო
კლუბური ჩემპიონატი, საიდანაც ხდება აყვანა. როგორ შეიძლება ასე დაცენტრილი იყო ადამიანი, რომ ლანძღო და აგინო და დაუწყო ახლა. საჯი გამოცვალეთ, ეს ამწვრთნელი გამოცვალეთ სასწრაფოდ, ეს ტრადიციული შეძახილები, ჩვენ უკეთესი მწვრთნელი გვჭირდება. ძალიან მაინტერესებს მსოფლიოს რომელი გუნდი მოუგებს ესპანეთს, ან თუნდაც თანაბრად ეთამაშება ამ პირობებში. ესპანეთში და თანაც როდესაც საჯი თავის გასაკეთებელს ააკეთებს ესპანეთის გუნდის სასარგებლოდ. მაინტერესებს მართლა არსებობს პლანეტაზე ასეთი გუნდი, არ არსებობს. რა შეიძლება რომ შეჭამეთ ის სანიოლი, ბიჭო? მოიგებს თუ წააგებს გუნდი პასუხისმგებელი არის მწვრთნელი, ხო? როდესაც იძახით და ყველა რო ამ კაცს ასწავლის ჭკუას, გახსნილი თამაში უნდა ეთა, ვაშკაცურად უნდა ებრძოლა. ეგერ ვიძია თურქებმა რო გაბედეს გახსნილი თამაშის თამაში თავის სახლში თურქეთში 6-0 გადაახია ბურთი თავზე. კაცმა თქვა რომ ჩვენი სტრატეგია იყო ნაკლები ყვითელი ბარათები მიგვეღო, იმიტომ ბევრს ჰქონდა ყვითელი ბარათი და გაგვეშვა ნაკლები გოლი. აი ელემენტარულ კითხვას ვსვამ ახლა, აბა რა უნდა გაეკეთები ახლა სანიოლის, რომ ლამაზად და ვაშკაცურად ეთამაშა და ბევრი გოლები გაეშვა, რომელიც მე როცა დადგება შეკრება, არ ვიცი თუ კი მოგვიწია თურქებთან ერთად ადგილის გაყოფა, როდესაც დადგება საქმეზე, გაშვებულ და გატანილ გოლებს რო ექნება თანაფარდობა, ეგ არავის არ აინტერესებს, კაცო, თავარია ხო ვაშკაცურად ვეთამაშეთ. ხო თამაშია ეს და სტრატეგია მწვრთნელს გააჩნია და ეს სტრატეგია ან ამართლებს ან არ ამართლებს და არ შეიძლება ეგეთი რაღაცა ხალხო იცით? არ შეიძლება ეგეთი რაღაცა. კლასს დაუპირისპირო მხოლოდ და მხოლოდ რა ქვია შემართება მიიღებ 2-0-ის მაგივრად მიიღებ 6-0-ს მიიღებ 7-0-ს და ეს მე უფრო მწარე იქნება. ასე როგორ წავაგეთ, ისე როგორ წავაგეთ და საერთოდ ჩემი აზრი არის რა, ახლა იმ კაცმა რომელმაც ისტორიაში პირველად გაიყვანა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, რომელმაც გამოაცოცხლა და გულშემატკივარი დააბრუნა სტადიონზე და რაცა ქართულ ფეხბურთს რომელიც დაწყევლილი იყო, არ მგონია რომ ესწავლებოდეს თქვენგან ესა რა ქვია, ჭკუა. ეგ არის და ეგ რა. და არც ეს ბიჭები არ არიან საგინებლები კიდე არც ერთი და არც ესენი არ არიან საძახებელი, რომ აი კვარაცხელია სხვა კლუბებში თავს იგიჟებს და აქ რა დაემართა და ბიჭო, საერთოდ სულელი უნდა იყო ადამიანი რა. კვარაცხელიას იმ კლუბებში როგორი კლასის ნახევარმცველები ყავს, მცველები ყავს, განთამაშებლები როგორი ყავს, ვინ აძლევს საშუალებას იმას, რომ თავისი ნიჭი გამოავლინოს. აქ კვარაცხელია იყო თუ მიქაუტაძე იყო, ყველა დაცვაში იდგა, თავგანწირული იცავდა თავს. და ისიც სიმართლე არის, რომ რო არ ყოფილიყო ეს ასეთი ნაღდა და არასწორი და უსამართლო საჯობა და რა თქმა უნდა რო არ ყოფილიყო ახლა მამარდაშვილის თავგანწირული თამაში. ხო? და კლასი. აი მამარდაშვილის კლასი. ახლა მამარდაშვილის კლასის, ყველა კვარაცხელიას კლასის და ყველა მიქაუტაძის კლასის რო იყოს ჩვენ ნაკრებში, მაშინ სხვანაირი თამაში იქნებოდა და მაშინ მოსათხოვიც მეტი იქნებოდა. რა ვიცი, ყველაფერს ნუ გადაიტანთ ისეთ რაღაცაში, რა ვიცი, რაც გესმით და არ გესმით და ეს ჟილკა და ბრძოლა და არაკლია მაგ ბიჭებს, არც მონდომება, არც ბრძოლა მე ვერ შევატყვი მე ამ თაობას, რომ პატრიოტიზმი აკლიათ და ვერ შევატყვი ამ თაობას მე, რომ ფულის გამო ან არ ჩამოდიან ნაკრებში, ან ტრამვებს იგონებენ, როგორც ხდებოდა ადრე, ძალიან ხშირი შემთხვევა იყო და კეცბაია მაგაზე ღიად ლაპარაკობდა, როგორ არიდებდნენ ნაკრებში თამაშს თავს და უამრავი რაღაცა, მე ვერ ვატყობ ამ ბიჭებს. მით უმეტეს აკლდათ მაგალითად ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, როგორიც ჩაკვეტაძე არის. აკლდა. ის კვარაცხელიაც კიდე ტრამვირებული იყო, გამოვიდოდა თუ არა, საკითხავი იყო.
ტრანსფერი აღდგენა როგორა რაღაცებს დაუკვირდით რა. დაუკვირდით რა რაღაცებს. არ შეიძლება ასე გუშინ თოფურიაზე ვლაპარაკობდით, მისი არ იყოს, რომ არ შეიძლება დილას მოღალატე ეძახო და საღამოს დაგავიწყდეს, რომ მოღალატეს ეძახდი რა. და არ შეიძლება, იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ, პატარა ერი ვართ, ყველას იცნობს. ამ დამოკიდებულებას კითხულობენ თვითონაც სოციალურ ქსელში, მათი ოჯახის წევრები კითხულობენ, ხდება ეს ყველაფერი მოქმედებს რა. არ შეიძლება რომ უბრალოდ ერთმუშტად შეიკრას ერი და თქვას, ხო, ძლიერი არის. კი ბატონო, ძლიერი არის. კი ბატონო, გვაჯობა ყველა კომპონენტში. კი ბატონო, ლოჩოშვილიც აკლდა. კი ბატონო, გახსნილი რომ ეთამაშეთ 1-7 წავაგეთ და ერთადერთი რა, საერთოდ ზოგადად ქართველებს რაც გვახასიათებს, აი ერთადერთი რაც ყოველთვის გვაქვს ძალიან დიდი. ეს არის ამბიცია. ეს არის უაზროდ დიდი ამბიცია რა. და საერთოდ უაზროდ დიდი ამბიცია. ორი რაღაცის მახასიათებელია. ერთის ძირითადად, ცარიელმა თავმა საერთოდ იცის დიდი ამბიცია. იმიტომ იმან არ იცის, თუ რამხელა შრომა არის საჭირო იმისთვის, რომ ის ამბიცია იქნას დაკმაყოფილებული. არ იცის. მაგრამ უნდა. მეორე ეს არის უბრალოდ გენეტიკური კოდის ნაწილი, საერთოდ ქართველები პირველობისკენ და ამბიციისკენ მიდრეკილი ხალხი ვართ, ეს გენეტიკურად ახლავს ქართველს და ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ხედავ, სიმართლე გითხრათ, ამბიციები ახდენენ შემდეგ ადამიანის მიზნისკენ სწრაფვის მსგავს რაღაცებს, მაგრამ აი მახსენდება ხალხო, ისეთი ეიფორია იყო პირველად როდესაც გავედით ჩემპიონატზე, უკვე იმას ყვიროდნენ, რომ პირველად გავედით ბიჭო ისტორიაში ხო ჩემპიონატზე. პირველად. და უკვე იმას ყვიროდა ხალხი ჩვენ ახლა ევროპის ჩემპიონატიც უნდა მოვიგოთო. აი ეს უკვე გახსნილი იყო ეს ამბიცია. ხო და ჩემო კარგებო, როდესაც ეთამაშები პლანეტის საუკეთესო გუნდს, კიდე ხას უსვამ ეს ესპანეთია კაცო. ეს ლა ლიგაა. სადაც ბოლო-ბოლო ორი გუნდი რო დავასახელოთ ის მარა მადრიდის რეალი და სადაც ბარსელონა თამაშობს. სადაც მილიარდები კი არა, ტრილიონები ტრიალებს და ავიცი 1000 მაფიები და 1000 რაღაცა ხდება და ეთამაშები ასეთ გუნდს და ეთამაშები საქართველოს ჩემპიონატის პატრონი. აბსოლუტურად ყველა პრაქტიკულად ლეგიონერები არიან, რომლებიც ნაკრებში, იმიტომ ბაჩვენეთ ერთი ქუთაისის ტორპედოდან რამდენი იყო, წყალტუბოს სამგურალიდან რამდენი იყო, თბილისის დინამოდან რამდენი იყო, ბათუმის დინამოდან რამდენი იყო. ხო აი, რაც შეეხება საჯის ფაქტორს, არ მიყვარს, იცი, აი რაღაცაზე რომ საჯს გადააბრალო და ესკნა და ისკნა, მაგრამ ბალტიის პირელები, აი მე იტყვიან რატო გაქვს ამნაირი დამოკიდებულება უკრაინელების მიმართ, ბალტიის პირელების მიმართ. არ არსებობს სფერო, სადაც ეს ბოზიშვილი ხალხი არ გამოჩნდება და რაღაცა ცუდს არ გააკეთებს. რაღაცა ცუდს, აი როგორც კი ლიტველი წავიკითხე მსაჯი, ვიცოდი რომ არ არსებობდა რაღაცა ბოზური არ გაეკეთებია. ეს საინტერესო არის თუ ვინმე საერთოდ მუშაობს ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომ საჩივარი მაინც დაწეროს, რომ თუნდაც ვიდეო რეფერი იყოს განხილული და თუნდაც ელემენტარული ყველაფერზე იმაში რა ქვია, ყველაფერს ვიდეო რეფერს ეკითხებიან და რა ვიცი, საქართველოში ისა, რაც სიმართლე გითხრათ, იცი, მე სხვა რაღაცა უფრო შეიძლება მაიმასკნებდეს, მაფიქრებდეს რა. მე მაფიქრებს მაგალითად, არა, ჩემი საქმე თვითონალის გადასაწყვეტია, მაგრამ რაღაცნაირად ხმები დარბის, მე საქართველოში ეს ხმები ყოველთვის სწორი აღმოჩნდება. რა მაინტერესებს იცით? აი ერთი ის კარგი ბიჭი რო იყო, ერთი გველესიანი რო იყო ერთი კაი ბიჭი, ირანში რო თამაშობდა. და თამაშობს ახლაც ხო ეს ბიჭი იქ და რა ვიცი მე მგონი ტრავმა არ აქვს და არაფერი არ აქვს და ძალიან კარგად გამოიყურებოდა დაცვაში ხო? რამდენი ხანია უკვე კაციშვილი არ კითხულობს ამ ბიჭს. რა ვიცი, როგორც ამბობენ, ფედერაციის ნაბუზრები არიან გადაკიდებულიო. ეგ ახლა ფედერაცია ყოველთვის გველების ბუდე იყო. რატო ამაზე კაციშვილი არაფერს არ ამბობს? ბუდუზივზივაძესავით მან და მაინც ისა რა ქვია, პოლიტიკური სიმპათიები უნდა გამოხატოს ამ ბიჭმა ვიღაცის მიმართ და რაღაცის მიმართ, რომ მთელი წივილკივილი იყოს ატეხილი.
ანუ პრობლემები იქ სადაც არის მით უმეტეს, როდესაც აი ესეთი ძლიერი დაცვით გიწევს თამაში. რატო ამბიც აღარ იძახებენ, ხო? არა, ეს ჩემი საქმე, მაგრამ როდესაც ხედავ რო არის ესეთი წარმატებული სპორტსმენი და კარგად თამაში შეუძლია და პირიქით დაცვა სჭირდება, გაძლიერება და განაცხადშიც არა, ეს ხალხი ახლა კი არა, რამდენი ხანია უკვე. რაღაცა კითხვები აქ ჩნდება, ხო, და ვიღაცამ ხო შეიძლება ამ კითხვებს პასუხი გასცეს ახლა. თუ არ თuartuli საჭიროდ ამას გამოსაძახებლად სანიოლი ახლა სანიოლის კომპეტენციაში არავინ არ ერევა, მაგრამ რაღაცა ცოტა სხვა ამბებია, იმიტომ რომ როგორც ყოველთვის საქართველოში რაღაცა პოლიტიკური განცხადებები, ან ისე განცხადებები ყოველთვის გავლენას ახდენს და ჯობია მაგაზე ვიფიქროთ რა, რომ ეს დამპალი პოლიტიკა არ შედიოდეს იმაში, რა ქვია, ნაკრებში და ფედერაციაში. კი ბატონო, ვაშკაცი ბიჭია, მაგარი ქართველია, განათლებული ბიჭიც არის, რაც იშვიათი არის, საერთოდ სპორტსმენებში განათლებაც ჰქონდეს და წარმატებული სპორტსმენიც იყოს და რა ვიცი, ფერეიდნელ ქართველებზე რეპორტაჟები იყო გაკეთებული, როგორი პატივისცემა, როგორი სიყვარული, როგორი ის იყო და რა ვიცი, ამის გამო ხო არ მოტეხეს ეს ბიჭი ფედერაციიდან, რა ვიცი, ეს კითხვა უფრო მაინტერესებს სიმართლე გითხრათ, მე ვიდრე მწვრთნელის კომპეტენციაში შევიდი ახლა და დაცვითი ტაქტიკის თამაში აირჩიოს, რა ვიცი, ახლა ვინა ეგეთ თავზე ხელაღებული სულელი გუნდი, რომელიც ესპანეთთან ესპანეთში დაცვით ტაქტიკას არ აირჩევს და პირიქით თავდასხმით ტაქტიკას აირჩევს და აჰა. გიორგი გველესიანზეა საუბარი, რომელიც ირანში თამაშობს. და იყო ადრე თამაშობდა, გამოძახებული იყო ნაკრებში და ბოლო დროს აღარ ჩანს. არ იძახებენ. რაც ხმები დარბის საქართველოა. რა ხდება და როგორ ხდება და რაღაცნაირად ისე აი ნორმალიზირებული დამოკიდებულება არ აქვს რა. ვინა ვართ, ბიჭო, სადა ვართ, სად ვდგევართ, სად. ერთი კითხვა არ ჩნდება იმაზე, რომ აი როდემდე უნდა გაგვიზარდოს სხვა კლუბებმა ფეხბურთელები. რატო ქართული ფეხბურთი, რატო ეროვნული ჩემპიონატი სულ ასე ჩაბანძებული უნდა იყოს? რატო უნდა იყოს ასე სულ, რომ ვერასდროს ელემენტარული ერთმა გუნდმა მაინც თუნდაც ევროლიგაზე ითამაშოს და უყურებდეს. მე ხო ეროვნული ჩემპიონატიდან უნდა მოხდეს აკრება ამ ფეხბურთელების, რა ვიცი, ბავშვთა ფეხბურთის განვითარება ვითარდა, ვერ განვითარდა ამდენი ხანია, აროჩი რა. ჯობია მაგაზე იფიქროს რა, სანამ ლალიგის ვარსკვლავების დამარცხებაზე ან თანასწორ ბრძოლით თამაშზე ვიფიქრებთ რა. ეს მახსენდება, რა ქვია, 1990-91 წლის სპარსეთის ყურის კონფლიქტი იყო. სადამს ერთ-ერთი უძლიერესი არმია ყავდა, მოტივირებული, ფანატიზმის დონემდე ასული და გულიცულით მებრძოლები და ალბათ პირისპირ რო შეხვედროდნენ, რა ქვია, ამერიკელებს, ფრანგებს და ბრიტანელებს შეჭამდნენ, მაგრამ ტექნიკა და ტექნოლოგიური განვითარება იმდენად მაღალი იყო. მაშინ ამერიკელების, ბრიტანელების, ფრანგების და ამათემ კოსმოსიდან და ავიაციიდან დაბომბეს და აი ეს ალაჰ აკბარები, ტანკები და ისინი თლად გადაწვეს და გაანადგურეს. ახლა როდესაც შენ კლასთან აგაკ და ასეთ ხარისთან აგაკ შეხება ეს სპორტი იქნება თუ ომი იქნება, მიიღებ ამ შედეგს და ირტყი ჯიღი გულზე და იძახე რომ აი ვაშკაცური თამაში მინდა. ჭკუა, საჭირო, ჭკუა და საერთოდ ჩვენ ისტორიაში საერთოდ ემოციის ხალხი ვარ და ბევრ რაღაცას თამაშობს ემოციები, მაგრამ გვაქვს ისეთი ისტორიაც, რომ არსებობდა გიორგი ბრწყინვალე, რომელმაც ემოციების გარეშე ცივი გონებით, მოთმინებით სამშობლოს ყველაზე მეტი სიკეთე მოუტანა და ალბათ მაშინაც ბევრი ჭკუის მასწავლებელი ეყოლებოდა, მაგრამ შედეგი ისაა, რომ აი საუკუნეები გავიდა და გიორგის ისევე ბრწყინვალე ქვია, ერთადერთი მეფეს ქვია ბრწყინვალე, რომელსაც ხმალზე მეტად ჭკუის და სიბრძნის ომი გააჩნდა, ასე რომ დაფიქრდით რა ცოტა. ობიექტურები იყავით, სიმართლე გითხრათ, თორე ყველას კაი თავისი აზრი აქვს, მაგრამ აზრი რაღაცას უნდა დავით რაშია საქმე იცი? კი ბატონო, ყველას თავისი აზრი აქვს, ერთხელ უნდა ახერხებდეს კარში დარტყმას. კი ბატონო, მაგრამ ხო არ გვავიწყდება ეს ფეხბურთი არ არის ინდივიდუალური სპორტი. ფეხბურთი არის კოლექტიური სპორტი, გუნდური სპორტი.
ხო? ანუ თუ არ მიაწოდე თავის დროზე და თუ არ მიეცი იმას მისი ნიჭის გამოვლენის საშუალება ვერ მოახერხებს. ხო, ერთხელ კი დაარტყეს სხვათა შორის ძალიან კარგადაც დაარტყეს, მართალია ძალიან შორიდან იყო, მაგრამ ძალიან კარგად იყო პოზიცია დანახული და ძალიან კარგი სანახაობრივი გოლი გამოვიდოდა, რო გამოსულიყო ის. გამახსენდა ეს კინკლაძის გატანილი გოლი უელსთან. იმას ემგვანებოდა, მაგრამ არ გამოვიდა, ხო? ეგა რა, ეს რაც შეეხება ახლა სპორტის საკითხს, მე არ ვარ ექსპერტი და არ მცოდნე ამ იმის, მაგრამ ეს ერთ-ერთი გულშემატკივარი ვარ და რა ვიცი, ობიექტურად ვცდილობ დავინახო ყველაფერი ერთი გულშემატკივრის თვალით და რა ვიცი, მე მგონია არასწორი პოზიცია ნამდვილად არაა, რომ ობიექტური იყო ადამიანი და ობიექტურად შეხედვა ამ ყველაფერს. ეხლა რაც შეეხება, მოდი გავანებოთ ფეხბურთს თავი და ეს დღეები არის ისტერიკაა. იმაში რა ქვია, ცოტა სხვა თემაზე მინდა გადასვლა, დიდად არ მოგაწყენთ თავს, მაგრამ აი რასაც გეუბნებოდით, რომ ეს ძალა, რომელიც ძალაც ქუჩაში არის, პარლამენტში არის და ესი არის და ისი არის ერთი. კი ჩემოძმაო, თურქეთთან ნამდვილად გვაქვს, არის ჩვენზე მაღალი დონის გუნდი არის თურქეთი და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, თურქეთში ვთამაშობთ გასვლაზე და მაგრამ თურქეთთან უნდა გქონდეს რაღაცა პრეტენზიები და ამბიციები, რომ მოინდომონ ბიჭებმა და ეს ბარიერი დაძლიო. კი ბატონო, ეგ ახლა თუმცა ესეც ჩვენ დონეზე მეტი მაღალი დონი არის. არის პირველი 20-ეული, არის შემდეგ მომდევნო ალბათ 30-ეული, 40-ეული, ჩვენ ვარ სადღაც 60-ეულში და თურქები ბევრად წინ არიან ჩვენზე და თან გასვლაზე ვეთამაშებით. ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს. თუმცა ბრძოლა თურქეთთან შეიძლება ყველასთან შეიძლება ბრძოლა, მაგრამ აი თურქეთთან შესაძლებელია გამოვლინდეს ჩვენი ნაკრების შესაძლებლობები. ეხლა მინდა პოლიტიკაზე გადავიდე და უბრალოდ ერთი რაღაცა გითხრათ რა. აი როდესაც გეუბნებოდით, რომ ეს სისტემა არის ერთი, ეს ხელოვნურად შექმნილი პროტესტები მხარდაჭერილი არის უშიშროებიდან, მხარდაჭერილი არის რუსიდან, ქოცები პირიქით ხელს უწყობენ იმას, რომ ეს პროტესტები იყოს ქუჩაში და ამ იმაში გარეული არის სპეცსამსახურები და რუატეხავდნენ ერთ civilკივის, რას ამბობთ, რა შუაში არის ბატონი ბიძინა, რა შუაში არის ქართული ქოცნება, რომ ასე არის და ისი არის და ასე არის და ისი არის. არ არის დაფარული, რომ არ გამჟღავნდეს. აიგე რა. ნელ-ნელა დაიწყო გამომჟღავნება, აიგე რა. და გამოჩნდა ყველაფერი, რომ თურმე ეს ყველაფერი, რაც ბატალიები ხდებოდა ქუჩაში, ეს იყო ყველაფერი ზუსტად ქართული ოცნების ხელშეწყობით გაკეთებული, ქართული ოცნების აგენტურული ქსელის მეშვეობით გაკეთებული, იყო შექმნილი ვითომ ქოცების მოღალატეთა ჯგუფი, ალბათ ეგრეთ წოდებულ კორუფციასთან ბრძოლა და მსგავსი რაღაცეები, ლილუაშვილის კადრების და ღარიბაშვილის კადრების, ასე რომ ვთქვათ, წმენდა ამ ყველაფერს დაემთხვა და ყოფილი უშიშროების მინისტრი თამაშობდა როლს, რომელიც იყო ასე რომ ვთქვათ, მეამბოხე ქოცების როლი. ერთ ქოცი და მეამბოხე საერთოდ ხალხო ბუნებაში არ არსებობს, ქოცს არა აქვს, ფენომენს თვითონ ქოცის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ფენომენს მეამბოხეობა არ გააჩნია, ეს გამორიცხულია. არ არსებობს. ქოცი ვერასდროს მეამბოხე ვერ გახდება, იმიტომ რომ მათი პოლიტიკური, საერთოდ ამათი პოლიტიკური ცნობიერება არის აგებული ფულზე. ამიტომ თუ არის ფული და თუ არის სკამი, დანარჩენი იქ არაფერი არაა სადაო და იქნება სკამზე თუ სკამიდან წავა, თუ ფული ექნება და თუ კაი ცხოვრება ექნება, გარანტირებული ის არასდროს არ ამბოხდება და არასდროს არ ატეხავს ერთ ამბავს და ეხლა მაგის სულელი არა ბიძინა ივანიშვილი, რომ აი ესეთი დიდი თანამდებობის პირები, რომლებმაც პირიქით სიღრმისეულად იციან ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ისე არ გაუშვას
თანამდებობიდან, რომ მსგავსი შესაძლებლობები არ მისცეს ამ ხალხს, რომ შემდეგ ამათი დაკომპრომატება მოხდეს და მთლიანად ქოცების სახელი დაიქცეს და დაინგრეს და დასამარდეს და აი როგორც ხედავთ, ჩემო კარგებო, თვითონ უშიშროება ხელოვნების მონობა შემოძმაო ამათი საერთოდ ფენომენი ქოცის პოლიტიკური ფსიქოლოგიის დამახასიათებელი აქსიომა არის მონური როგორ გითხრათ რა თვითონაც რო ვერ ხვდებიან როგორ გითხრათ ახლა კარგათაა დათათუთაშხიაში გამოყვანილი სეთურის ბრბოს ფენომენი და ეს უბრალოდ სეთურის ბრბოს ფენომენი არის პოლიტიკოსი ქოცები და ეს მაგათი პარტია აი ტიპიური იციან სეთურის ამბავში იქ წავიდნენ ეს თხარონ ასექნან ისექნან ვინც პარტიას უღალატებს ის ჩაჩექმონ სული გააძრონ ასე თუ ვინმე ეტყვის რომ მონობაში ხართო ის ზედ დააყოლონ აი ესა ქოცის ფენომენი ხოდა მე რატომ ამბობ იცით ამ ყველაფერს როგორა იმაში დათათუთაშხიაში როგორ არის აი ზუსტად სეთურის საკითხში როდესაც ასე ყავს სისტემა აწყობილი როგორ იბარებს იმას ასინეთას და ეუნება წადიო ახლაო იქო და ესილაპარაკეო იქ წამოდიო და მე აქეთ ესილაპარაკეო და უკუღმა თავი ბოლო არიეო და ხალხი ერთმანეთს დარიეო ახლა ჩათვალეთ რომ ეს არის ასინეთა წარმოიდგინეთ რომ ლილუაშვილი იყო ასინეთა რომელიც ვითომ და გაანთავისუფლა და ვითომ და აუჯანყდა სეთურს და გაუშვა რომ წასულიყო და ამათში ელაპარაკა ეს იმათში ელაპარაკა ეს შეპირებოდა დამხობას შეპირებოდა დაქცევას აგერა ვარ მე აგერა ხალხი აგერ ფული მეც მიჭერენ ბოლო დროს მომხსნენ ჩემ კადრებს ხსნიან და ბიძინას დედა და ასე და ისე და ეწარმოებია რა სუს ეწარმოებია არაოფიციალური მოლაპარაკებები სინამდვილეში ყოფილი უშიშროების ყოფილი თანამშრომელი არ არსებობს ის რომელი დროიდან არ უნდა მუშაობდეს უშიშროებაში არ არსებობს ეს ჩვეულებრივი ძალოვანი სტრუქტურის მახასიათებელი ელემენტია არც ყოფილი პოლიციელი არსებობს არც ყოფილი სამხედრო არ არსებობს ეს იმიტომ რომ ეს ისეთი პროფესიებია ერთხელ თუ მოიწამლე ამ ყველაფრით ჯარისკაცი მთელი ცხოვრება მისი ქვეყნის ჯარისკაცად რჩება თუ ის ნორმალურად გაწვრთნილია და თუ იმან იცის რასაც ქვია ჯარის მნიშვნელობა და სამშობლოს დაცვის მნიშვნელობა და არის ასეთი პროფესია რომელსაც სამშობლოს მცველი ქვია პოლიციელს რაც შეეხება პოლიციელი მთელი მისი არსებობის ბიჭო ხელძაღლი არ გინახიათ თაბაგარის ვარიანტი წავა პოლიციიდან თუ იქნება პოლიციაში მუშაობს აქტიურია თუ პასიურია მაინც პოლიციელი მაინც სტრუქტურებშია, მაინც სისტემებშია, მაინც იქ აყავს სამეგობრო, მაინც იქ აყავს საახლობლო, მაინც იქაა მისი კონტაქტები და მაინც მისი ცხოვრება იქ გრძელდება. ანუ იქნება თუ არ იქნება იმაზე. ისია უშიშროების თანამშრომელიც. უშიშროების სისტემიდან წავა კაცი თუ წამოვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ის მაინც სისტემის წევრი იქნებოდა. ახლა აქ საუბარი არის უშიშროების შეფზე, რომელიც თვითონ იყო შემოქმედი ამ ყველაფრის. ამიტომ არის რომ აი ამ ქუჩის ბატალიებს თავიდან ბოლომდე სულს უდგამს ქართული ოცნება. ეს არის მათი პოლიტიკური არსებობის ამომავალი წერტილი. თუ ეს ბატალიები არ იქნა ქვეყანაში მარადიულად, აი ესე ერთი მეორის მიყოლებით ერთმა მეორე შეცვალა, მეორემ პირველი შეცვალა, მერე მესამე ჩაერთო ყველამ ერთი საქმე თუ არ აკეთა, სულ თუ არ იქნა დაკავებული რუსთაველის გამზრდილი, სულ თუ არ იქნა წივილი, კივილი, ჭყივილი, ამოვიდა საზოგადოებას ყელში. ყველა ნორმალურს ამოვიდა ყელში, მაგრამ ქოცი თავისი პოლიტიკურ ცხოვრებას ვერ გააგრძელებს. არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ჩემო კარგებო, ამაში არის მთელი პრობლემა. რომ ეს ყველაფერი თავშივე შესაძლებელი იყო აქ კვეთილიყო. მაგრამ არა, სუსმა საერთოდ მიტინგების მართვა ხელოვნების დონეზე აიყვანა.
ხელოვნების დონეზეა, რომ წინასწარ როგორც კი 2-3 ადამიანი რო შეიკრიბოს და პოლიტიკური აზრი იდოს იქ რაღაცა შეკრებაში, ერთი უეჭველი სუსის ბაზაში მივა ინფორმაცია, რომ აი 3-4 ადამიანი აქ რაღაცას აპირებს. გადახედეთ, უბრალოდ თქვენ არიცით კიდე, მე ხომ აქ ამათი სიები. აიღეთ თითო კორპუსი, 90 ოჯახიანი კომუნისტების დროინდელი ერთი კორპუსი. თავის დროზე კომუნისტებს ყავდათ 2 3 დომჩეკა. ეგრეთ წოდებული, რომელიც ინფორმაციას აწვდიდა უსაფრთხოების სამსახურებს. ამათ ყავთ 14. 14, მინიმუმ 14 ყავთ. წარმოიდგინეთ 90-იან კორპუსში 14 მაინც უშიშროების ისაა. და ამათ თავისი ხელფასი ერიცხება, თავისი შემოსავალი აქვს, თავისი საძახისები აქვს და აი ასე მართავს უშიშროებას სისტემას. და ამათ ახლა რა ეგონათ ამ დებილებს, ზოგიერთებს, მართლა რო ეგონათ, რომ რევოლუცია მოხდებოდა. რევოლუცია კი არ მოხდებოდა. ეს იყო ჩვეულებრივად სუსის დადგმული, დამონტაჟებული ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე, რომ ზუსტად ეს შედეგი მომხდარიყო, რა შედეგიც მოხდა და კაცი შვილს თავში აზრად აღარ მოუვიდეს, რომ აი ეს ძველი სახეები და ეს მთელი სანაცეთი და იმასეთი ოდესმე რამე რეალურ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდეს. ბიჭო, ახლა ზოგი იტყვის, რომ რა თქმა უნდა ესენიო დასაქცევია და რა თქმა უნდა ესენი უნდა განადგურდეს და ნიველირდეს. ვინ ამბობს მაგას, რომ არა? მაგრამ არა ასეთი წესებით. კანონით, სამართლით დანაშაული აქვს ამ ბიჭო ცოტა ჩადენილი? ან ცოტას ჩადიან ყოველ დღე? რამდენი დანაშაულებრივი გეგმა იბადება ამ აწეულ ოფისებში? რამდენ სამშობლოს ღალატზე აქვს ხელები გასწრილი? კანონმა უნდა მოკიდოს ხელი და ჩაყაროს ციხეში, მაგრამ კანონმა რო ხელი მოკიდოს და ციხეში ჩაყაროს, მაშინ მერე ქოცობა პირისპირ უნდა დარჩეს. პირისპირ უნდა დარჩეს ქოცობა მოსახლეობის წინაშე და არ უნდა ყავდეს ვიღაცა ცუდი თითის გასაშველი, რომ ჩვენ თუ არა ესენი მოვლენ. აი დადასტურდა აგერო, რომ თვითონ უშიშროების მინისტრი ოფიციალურად იყო ჩარეული ამ ყველაფერში და როდესაც მეგეუბნებით, რომ ნუ დადგებით ნურც ერთ მხარეს და ნუ დადგებით ნურც მეორე მხარეს, იმიტომ რომ საერთო ჯამში თქვენ ერთ საქმეს ემსახურებით, იმიტომ რომ სისტემა ემსახურება ერთი და იგივე მხარეს, მე მეუბნებიან, რომ ასისულელეს ლაპარაკობო და რა სახში უნდა დაჯდეო და აბა და მიდით მაშინ და იყავით იმათ, რა ქვია, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, მაგრამ პრეზერვატივებად, უშიშროების სისტემის პრეზერვატივებად გამოდექით, რომელსაც გამოგიყენებენ, მე ზოგზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრება და იქ ჩაგაგდებენ ციხეში და ჩაგალპობენ და ან იმხელა ჯარიმებს აკიდებენ, რომ სახარის გაყიდვა მოგიწევთ და ასე შემდეგ და მთელი ცხოვრება იქნებით მე დატანჯული იმის გამო, რომ იდექით ამ ბინძური ადამიანების გვერდით, რომელთა საქმე საერთოდ არ იყო, თქვენ გონიათ ხალხო პატა ბურჭულაძეს სამშობლო ადარდებდა? ადამიანს ჩამოყალიბებულ კრისას, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ჩათლახობით და ნაბოზრობით იცხოვრა, შექმნა ყალბი ფონდი, გაჭირვებულების სახელით ფული იშოვა, უზარმაზარი ფული იშოვა. როგორც ზედაფენებში, ასევე ქვედაფენებში მაღაზიას ვერ ნახავდით თქვენ, იავნანას ის რო არ ყოფილიყო შესაწირი და ამათ მაჭამას და მისი ცოლის გულაობას და იმას იყო გადაყურე. აი როგორი დებილი უნდა იყო ადამიანი, რომ დაინახო ჩე გევარა პატა ბურჭულაძეში. სიმღერის ტაშფანდურის მე არაფერი არ გაუკეთებია მთელი მისი ცხოვრების მანძილზე. ნუ გეშინიათ ხო იმას გეტყვით, კიდე არ დაალპობენ მაგას ციხეში, ნუ გეშინიათ, გამორიცხული. სულ მალე დაიწყება ასაკოვან 70 წლის კაცია, მსოფლიო ბანია, მაინც სირცხვილია, ვის რა უნდა უქნა, მე გამოაგდებენ ახლა იმ საპროცესო გარიგებით, გარეთ გამოაგდებენ და იქნება გარეთ. ხო და აი ზოდელავაზე საერთოდ ლაპარაკი არ მაქვს ბიჭო, აი ზოდელავას მოაცილო ერთი ეს ჩემი საკედა. ზოდელავაზე საერთოდ სალაპარაკო არაფერი არ მაქვს. რა როგორ დებილი უნდა იყო, რომ ნაცების პროკურორს ამხელა შიშკა ვერხუშკა პროკურორს, რომელიც უნდა პებოდეს ციხეში წესის დარიგით, რაც ადეიშვილის მარჯვენა ხელმა გადაუარა, გადაპარსა, გაანადგურა მთელი ქვეყანა, ახლა რაიმე ავტორიტეტი ექნებოდა
ქართულ საზოგადოებაში, რომელსაც თურმე სამშობლო ისე შეუყვარდა, სახში ვერ ჩერდებოდა და გარეთ გამოვარდა და სამშობლო უნდა გადავარჩინო. გვახსოვს ზოდელავას დამართი ქვეყანა. გვახსოვს ზოდელავას მართული პროკურატურა. 16 მეტრე კაბელის გულისთვის 16 წლის გოგოს 16 წელი რომ მიუსაჯეს. ისიც გვახსოვს მაგ პროკურატურა როგორ უყენებდა ადამიანი მოკალიო და იმაში ალაზანში გადაყრილი საქონლის ძვლები რომ იქონდა მტკიცებულება და კაცი რო ცოცხალი იყო. რა თქმა უნდა შერეკეს და მე გეუბნებით რომ სუს ეს ყველა აქციები რომლებიც ტარდება სუს აქვს აი უმაღლეს დონეზე ეს ყველაფერი უკვე ხელოვნების დონეზე არის საქართველოში ამ აქციების მართვის პროცესი დამოღამებული. ხო და მით უმეტეს თუ თვითონ აკეთებენ თავისას აკეთებენ და თავიანთი ხალხია ერთი და მეორე მხრიდანაც მაშინ სულ ლამაზად იქნება ეგ ყველაფერი. ნუ ისიც ტყუილია ვითომ რომ უკრაინიდან იარაღი შემოვიდა ვერ გეტყვით ქალბატონო არ ამგონია და გეტყვით რატო არ ამგონია თუ ნესტორი მეკითხება უკაცრავად ნესტორ არ ამგონია და გეტყვი რატო მიუხედავად ამ ყველაფრისა ამ დადგმულ სცენარში ძალიან კარგად იკვეთება გარე ძალების დაინტერესება ვის რა დაინტერესება გააჩნია საქართველოში და ასეთ დროს ეს გარე ძალები ჩნდებიან. სპეცსამსახურის საქმე მეტი არაფერი არაა, რომ გამოავლინოს გარე ძალები, რომლებიც ქვეყნის შიგნით ბარდაგისთვის არიან და არეულობისთვის არიან დაინტერესებული. და თავისთავად გავიდნენ იმ კვალზე, აცალონ საშუალება შემოტანის, დამარხვის, დაკონსერვების. საჭირო მომენტში საჭირო ძალა გამოიყენებს. ასე რომ მე რა მინდა თითი გითხრათ უბრალოდ უშიშროების თვითონ სისტემა საქართველოში ძალიან ძლიერია. უბრალოდ საქმე ისაა რომ ეს სისტემა არ დგას ეროვნული სახელმწიფოს ინტერესებში. და უბრალოდ თვითონ უშიშროების ოფიცრებს არავინ არ აძლევს საშუალებას როგორც ცალკე დამოუკიდებელმა სტრუქტურამ რომელიც სტრუქტურაც არ დაემორჩილება ხელისუფლებას და იქნება ორიენტირებული მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის უსაფრთხოების ასე რომ ვთქვათ სამსახურში ჩამდგარი დამოუკიდებელი სტრუქტურა მიუხედავად იმისა ნაცი იქნება კოციგენ თუ ვინ იქნება არ აქვს მნიშვნელობა იყოს დამოუკიდებელი სისტემა რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნავს და არ იყოს პოლიტიკური გავლენების ქვეშ. არა ასეთ პროფესიონალებს თავზე უნდა დააჯინო მერე ან ოხანაშვილი ან ესა რა ქვია რა ქვია ამას დინარაძე ან მანამდე ვინც იყო კიდე ხო ეს ლილუაშვილი და ესენი იმიტომ რომ სისტემა იყოს პოლიტიკური შეკვეთების შემსრულებელი. ხო ახლა ეს მართველი პარტიისთვის ეს სისტემა არის მისაღები და გემრიელია. მართველი პარტიისთვის ეს კარგია, მაგრამ ზოგადად სახელმწიფოებრიობისთვის და სახელმწიფოებრივი აზროვნებისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის არ არის ეს კარგი. იმიტომ რომ უშიშროების სტრუქტურა უნდა იყოს ცალკე დამოუკიდებელი და იმას არ უნდა ეხებოდეს პოლიტიკური საკითხების შესრულება. თუ გინდათ რომ ქვეყანა განვითარდეს, მაგრამ ჩვენთან ჩვენი უშიშროების სამსახურები არის კგბ-ს მემკვიდრეები და არიან სახელმწიფოს დაკვეთების შემსრულებელი. რა იდიოტობას მეკითხება ეს ვინა საფრანგეთის საქართველოს რომ თამაშობდეს შენ რომელ ფეხბურთელებთან მიყვა? ვის გინდა იმას თამაშობდეს, ბიჭო, მე ჩემი ნაკრების ფასი რომელი მყავს? რას სულელური კითხვა, მე გუშინ რო ვილაპარაკე თოფურიას საკითხებთან დაკავშირებით, განმარტე ის თუ რატო გააკეთა ამ კაცმა, რატო მივიდა ერთთან და რატო მივიდა მეორესთან და ცუც მე მაგაში ვერაფერს ვერ ხედავ თქვა და გადავხვიე და ნახე და მე არ მაქვს არც ის სტატუსი მაქვს და არც ეს სტატუსი მაქვს და რატო უნდა მივიდე საფრანგეთის ნაკრებთან ან ნებისმიერი ქვეყნის ნაკრები იყოს მე ვერ გამიგია. მით უმეტეს რა როგორც ერი პირდაპირ გეტყვი მე რომ როგორც ერი ჩვენ ფრანგებთან ვალში ვართ ფრანგებთან
იმიტომ რომ 10,000-ობით ქართველი ყავთ გადარჩენილი და 10,000-ობით ქართველს მკურნალობენ, რომელზეც საკუთარმა სამშობლომ უარი თქვა და გაწირა. მე ჯერ ვინ პერსონა ვარ და რატომ უნდა მივიდე ფეხბურთზე იმასთან. სპორტსმენი ვარ, საფრანგეთის სახელით გამოვდივარ, თუ რა, აი სულელური კითხვები იცით რა. ხო, ის ვაშკაცები კი შეყარეს იმაში, რა ქვია, პოლონელების გამბრტყელებლები შეყრილები არიან იმაში და რა ვიცი, მიუსჯიან ჯერ ალბათ წინასწარი აქვს მის ჯილი და მე მიუსჯიან, აბა ახლა საქართველოში ქართველის მეტი ჩემოდა თუ არავინ არ იმას რა ქვია დაჩაგრულა შენ შემოგევლე და აბა რას უზამენ. ვინმეტეს ქართველობისთვის თუ ხმა ამოიღე, რა იყო შეკაცო, მე მიჭერდნენ დიდგორობის აღნიშვნის გამო და დავით გარეჯის გამო და ახლა მაქალს არ დაიჭერენ, იმის რას თქვია, შენ უცხოელს ხელი დაარტყიო, აბა რას უზამენ იგი საქართველოს გულისთვის. ხო და ჩემო ძმაო, ქოც დაუდგები თუ ნაც დაუდგები თუ ცხონებული ზვიად გამსახურდია რომ ამბობდა იქნება 1000 პარტია და ყველა იქნება ერთიო სულელი კი არისო იგი. რაც თქვა მისი პროგნოზები ყველაფერი ამხდარია და არ უნდა დაუდგე პარტიას გვერდით და თუ გინდა უნდა დაუდგე მოძრაობას და კიდე ერთხელ ვამბობ ვინც მე მეუბნებით რა ვქნათ გინდათ ქვეყნისთვის მართლა გაინტერესებს ხო აქ წერის მაგივრად თუ მართლა ვინმე საინტერესებს არის აგერ ქართველთა დიდი გაერთიანება და თუ ვინმეს გაქვს სურვილი როგორც რიგითმა ქართველებმა ქართული ეროვნული სულისკვეთების გაძლიერებაში ჩამოყალიბებაში და როგორც ძლიერ ძალად შეკვრაში მიიღოთ მონაწილეობა მივზანდით ბატონო და ჩაეწერეთ ახლა თუ ისიც არ მოგწონთ მაშინ თქვენ შექმენით მაშინ და გააკეთეთ აბა რა ვიცი მე ბენტაირი ლაპარაკი მე არ შემიძლია და პარტიებით გადარჩენილი ქვეყანა მე არ მიმაჩნია რომ პარტიები რამე სიკეთეს მოუტანენ საქართველოს არის ეგრე ქვეყანა პარტია ну კი ბატონო სამართლობას ადრე თუ გვიან მოუვა თავისი დრო და თავისი ყველაფერს თავისი დრო დავადა აქ მაგრამ მე რაშია საქმე იცი ჩემო ძმაო მე ამ ხალხის შემგუებლობას ვერ ვიტან გუში მომბობდი მისი არ იყოს ყველა დიდი ის რო გახდა რა ქვია მიმტევებელი ქრისტიანი ამ ბაჩანა ახალაიების და სააკაშვილების და ამათ მიმართ რო თურმე დიდი ქრისტიანები არიან და მასკნა რა ქვია არავის პასუხის მოთხოვნის სურვილი არ უჩნდება არ ვიცი ჩემო ძმაო მე მესის კარიერის და ამის ამბავი არ ვიცი ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ღმერთმა გაუმარჯოს და სტანდარტულად არ უნდა იქცეოდეს ადამიანი ის ასე მოიქცა ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე როგორც მიაჩნია სწორად ყველა ადამიანი ისე უნდა იქცეოდეს თავისუფალი უნდა იყოს თავის არჩევანში ხო და მესიმ რა გააკეთა და რონალდინიომ რა გააკეთა და სხვა რას გააკეთებს ეგ არაა ჩემი საქმის სიმართლე გითხრა რა მე მხარს უჭერ ყველაფერს იმ კარგს როდესაც ადამიანი საკუთარ პატრიოტიზმს და საკუთარ ენერგიას და სახელს მის სამშობლოს გაძლიერებას მოახმარს ყოველთვის ეს იქნება ყველაზე სწორი იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა ეს თოფურია იქნება ნემსაძე იქნება თუ ვინ იქნება არასდროს ის არ იქნება არც ესპანელი არც ფრანგი არც ამერიკელი და არც ქართველი და დაიბადა ადამიანი და ქართველად მოკდება ამიტომ საკუთარი ქვეყნის გაძლიერებას უნდა მოახმაროს თავისი ენერგია. შემოგევლე მე ბევრჯერ მისაუბრია მაგ ბიჭებზე ვინც როგორ არ უნდა მოიხსენიოს მე ვიცნობ გიორგი ჭელიძეს და ვიცნობ ძალიან კარგად და ვიცნობ დიდი ხანია. და შემიძლია ერთი რაღაცა თქვა მე არ ვიცი ახლა ვის მოწონს მისი იდეები ვის არ მოწონს მისი იდეები და ასე შემდეგ ეს არაა ჩემი საქმე მაგრამ მე შემიძლია ერთი რაღაცა თქვა გიორგი ჭელიძე ნამდვილად არის პატრიოტი ნამდვილად უყვარს მისი ქვეყანა და ამ ბიჭს ვერავინ ვერ დაუკარგავს იმას რომ ნუ ახლა ვინც იცნობს და ქონია ურთიერთობა რომ ეს ბიჭი არც მშიშარა და ჩმორია და სამშობლოს უყვარს ძმაო და ახლა რამდენად მისი პოლიტიკური იდეები ვინმესთვის მისაღებია ეგ ჩემი განსაცვეთი არაა კაცო ახლა ვისთვისაც მისაღებია ვისთვისაც მისაღები არა ნამდვილად ვიცი რომ ეს ბიჭი ყავდა ვესწრებოდი ვადევნებდი თვალს და
ვერ იყიდეს ეს ბიჭი, ამიტომ გაწირეს, ყველა უბრალოდ 3 წელიწად-ნახევარი ჩასვეს ციხეში, არ უღიარებია იმას ის დანაშაული, იყო უამრავი შეთავაზება მაგ ბიჭის მიმართებაში, რომ ეღიარებია დანაშაული და ყველა უბრალოდ დაებრალებია და ჩუმად დამჯდარიყო სისტემა თხოვდა ამ ყველაფერს. საწყალი დედამისი და ახალდაოჯახებული იყო, როდესაც დაიჭირეს, მაგრამ ამ ბიჭმა არ წავიდა არანაირ კომპრომისზე და კაცურად შევიდა, კაცურად იჯდა და კაცურად გამოვიდა და ამის თქმა შემიძლია ახლა მე ლაშას არ ვიცნობ, მაგრამ გიორგის ვიცნობ. ქონია ურთიერთობა და ვიცი რომ თავისი იდეის ერთგული არის და არის ასეთი პიროვნება, რომელიც იშვიათი ისა რა ქვია მოვლენა არის დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში. რაც შეეხება ახლა მე ვეთანხმები თუ არ ვეთანხმები, მე რო ვეთანხმებოდე, ვიქნებოდი ალბათ მის პოლიტიკურ გაერთიანებებში და რაღაცაში, მაგრამ რასაც ქვია პოლიტიკური შეხედულებები რაღაცეებში ჩემი სხვა, მისი სხვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი ბიჭია და ცუდი ადამიანია. რას ქვია, ცუდი და ნეტამ ასეთი ბიჭები ბევრი იყვნენ რა. და ნეტა მაგ ბიჭივით ბევრს უყვარდეს საქართველო, მე ამას ვიტყოდი რა, ჩემო ძმა. დღეს რაცაა მიღებული საერთოდ საქართველოში ადამიანის დაცინვა და განადგურება და კილიკი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგ ბიჭის რეალურად ეშინოდა სისტემას. რეალურად ეშინოდა და ძალიან ბევრი იმუშავეს მაგ ბიჭის ავტორიტეტის განადგურებაზე, მაგრამ მაგ ბიჭი ვერც შეაშინეს და ვერც იყიდეს და ვერც გააიმასქნეს რა არ უჩალეჩეს. რა როიცოდეთ მაგის სასამართლოს სომეხი და ებრაელი ყავდა დანიშნული პროკურორები. იმიტომ იმას მეტი мотиваცია ექნებოდა არა ქართველებს, ქართველი ნაციონალისტის გასასამართლებლად რა. ეგრეა. თუ გაინტერესებს, აი მე პირადად რაც გქონია მაგ ბიჭთან შეხება, შემიძლია მისი პიროვნება ასე დავახასიათო. მორჩა დამთავრდა. თავით მე თუ რამე გაინტერესებს, შეიძლება შემეკითხო. ნუ კი, თენგო მიეჩვია ხალხი ამ რეალობას. რავი, შემოკარგებო, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვა გაქვთ? გამისვით. ხარა დაგემშვიდობებით. დღესდღეობით რაც შეეხება კიდე მაგ ბიჭის მიმართ აგორებულია 1000 სიბინძურე, დედის ერთა ფაშისტი, ეს ასეთი, ისეთი, ასეთი. მოკლედ რა, საქართველოში არავინ არ უნდა დარჩეს გაუყიდავი, არავინ არ უნდა დარჩეს გაუსწრელი, არავინ არ უნდა დარჩეს დაუჩმორებელი და ესაა სისტემისთვის კარგი. რა არის, იცი თენგო, როდესაც აქ უსამართლობაზე არის საუბარი, ხო? ხალხი ღმერთი სამართალს რო ელოდება, ეგრე არა, განძრიე ხელი და გეშველებაო. ბიჭო, საერთოდ ამ რელიგიური თემებით პეტრე მამრაძეზე რა უნდა გითხრა, ჩემო დათო, უნაბოზრესი ძველი ჩათლახი კგბ-შნიკია. ჩათლახი გარეწარი, მაგრამ განათლებული. ნუ არც ხა განათლება რამდენად შეიძლება ამას დაერქვას, მაგრამ ნაკითხი კაცია და გამოცდილი კაცია, მაგრამ ერთ-ერთი კგბ-ს ვირთხარი ძალიან ჭკვია. და პუჩისტების ერთ-ერთი, რა ვიცი, იდეოლოგი. რა გაინტერესებს პეტრე მამრაძეს? და როდესაც არაპირებს ხალხი რომ ამ უსამართლობას თვითონ შეებრძოლოს და იმას ხას, იმიტომ არის რომ მე ეს უსამართლობა გადადის სხვაზეც და სამოქალაქო საზოგადოება რო იყოს, რომელიც არ ემორჩილება ამ უსამართლობას და თავის იდეოლოგიურ თუ ბოლო ადამიანურ სამართალს ითხოვს, მაშინ აღარ გვეყოლებოდა მურუსიძეების სასამართლო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჭორვილიჩმა შვენივრად აუღო ალღო თანამედროვე ქართულ საზოგადოებას და საყიდელს ყიდულობს და გასაყიდს ყიდის და მე რომ ვიცი ქართული სოციუმი ძალიან, აი როგორ გითხრათ იცით?
იმედაკარგული კი არა ვარ, ან ნიჰილიზმში და რამეში კი არა ვარ, მაგრამ აი გონებით რომ ვიცი რეალურად რა არის დღევანდელი ქართული სოციუმი, რას წარმოადგენს. 100% შემიძლია გითხრათ, რომ ამ სოციუმში მისით არასდროს არ წარმოიშვება წინააღმდეგობა ამ სისტემასთან დაკავშირებით და იმდენად ვერცხლმოყვარია ეს სოციუმი და ისია გაწუწკებული, ოღონ ფული მიეცი და შავზე თეთრ სიტყვის. საერთოდ რა არის, იცი? თენგო ერთი რაღაცა მახსენდება რა, აი ყველაზე კარგად ხო, კი ბატონო, გინდა მოწყვლადი დავარქვი, არ ვიცი, მოწყვლადს ვერ დავარქვი, იმიტომ რომ უფრო რას ვიტყვი, იცი, ხალხი შეჩვეული არის გაყიდვას. გაყიდვას არის შეჩვეული. ეს დამკვიდრებული არის ადამიანებით ვაჭრობა და როდესაც ერთი ყველაზე მეტი ის მახსენდება, იცით, აი კაცრავად ერთ პატარა ისტორიას მოვყვები და დაგემშვიდობებით, მანამდე თუთუნი შევამზადო. ერთი პატარა ასეთი ისტორია არის, რომელიც აი ამ სოციუმს, რომელიც არის გაყიდვაზე გადასული, ყველაზე მეტად მიესადაგება 1917 წელი არის ერაყში ბრიტანელები შევიდნენ, პირველი მსოფლიო ომი არის და ოსმალებთან ბრძოლა აქვს გამართული, წარუმატებლობა ეს ცალკე ამბავი იყო, მაგრამ თავარი პრობლემა იყო იქ ერთი რაღაცა, ახლა ოსმალეთის იმპერია იყო ერაყის საუკუნეების მანძილზე კოლონიზატორი, თან მუსლიმანი კოლონიზატორი, ამიტომ კარგი არაფერს არ უქადდა იქ ბრიტანელების შესვლას. ადგილობრივი მოსახლეობა ის მიემხრებოდა, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და გენერალმა ინგლისელმა გენერალმა ასეთი რაღაცა ჩაატარა. მივიდა დაინახა რომ არის მწყემსი. აქ ხრების ფარა და მიმიყვანეთ ერთი ამ კაცთან. გახედა, კაი ბლომად ცხარი ყავს და ძაღლი ყავს. ხო და ეუბნება ასეთ რაღაცას, რომ შენ ვაგერო 1 ფუნტიო და შენი ძაღლიო მოგალიო. ახლა ფუნტი ვინმე მადღევანდელი 1 ფუნტი არ წარმოიდგინოთ, მთელ ფარას იყიდიდა რა, ისეთი კურსი ქონდა. ახლა როგორია ახლა მწყემსმა მოკლას საკუთარი ფარის მცველი, რომელიც დღე-დაღამე იცავს ყველა პრობლემებიდან, მაგრამ 1 ფუნტი დიდი ფულია და ძაღლს კი არა ფარას იყიდის, თლად კაცო და მოკლავო იფიქრა ამას და მე ვიყიდი კაცო ახალ ძაღლსო და ადგა და მოკლა. ამოიღო მეორე ფუნტი და ეუბნება რომ ახლაო შენი მოკლულიო ძაღლიო შენ თვითონო გაატყავეო. გაატყავს. ახლა მიცა მესამე ფუნტი და ეუბნება რომ ეს გატყავებული ძაღლიო ნაკუც დაჭერიო. ადგება ესეც და უკვე ავტომატურ რეჟიმში დაჭრის და 3 ფუნტი იშოვა, ძალიან დიდარი არის რა ეს მწყემსი და კანკალობს მოკლედ რა, უკვე ისე გაუტყბა ფულის შოვნა და მოუბრუნდა იმას გენერალს და ეუბნება რომ მე-4 ფუნტიცო მომეციო და შევჭამო. უკვე იმას თქმა აღარ ჭირდება რა. არაო, მე-4 ფუნტს არ მოგცემო. მე მაინტერესებდაო აქო როგორი ხალხი ცხოვრობდაო. შენო 1 ფუნტათო შენი უსაყვარლესი მეგობარი და შენი მცველი მოკალიო. მეორე ფუნტათო შენი უსაყვარლესი მეგობარიო უკვე მკვდარი შეურაცხავი და გაატყავეო. მესამე ფუნტათო დაჭერი და ნაწილ-ნაწილ მიმოფანტეო და ახლა მზათახარო რომ მე-4 ფუნტათო შეჭამო უკეო ესო და მოუბრუნდება ჯარს და სანამ ამ ქვეყანაშიო ასეთი საზოგადოება იქნებაო, ჩვენ არასდროს მათი არ უნდა გვეშინოდესო, იმიტომ ამათ კეთილგანწყობას ჩვენ ყოველთვის ფულით ვიყიდით. აი ესაა ჩამოყალიბებული საქართველოში, ჩემო კარგებო. აი ესა
ტიპიურად, აი ეს არის დამკვიდრებული. ეს არის დამკვიდრებული დასავლური სპეცსამსახურებიდან, თურქული სპეცსამსახურებიდან, ეს არის დამკვიდრებული ბიძინა ივანიშვილიდან და ეს მასა, ანუ ის აუდიტორია, რომელიც არის გასაყიდი, უბრალოდ იყიდება, ზოგს ესყიდულობს, ზოგს ისყიდულობს და შემდეგ ხდება ბატალიები და ახლა აქ ამ ხალხს შენ ელაპარაკო ეროვნული გრძნობებით და ეროვნული სიამაყით, ეს ძალიან ძნელი არის. აი ძალიან ძნელი არის. თამიჯერეთ, დამერწმუნეთ, რომ ძალიან ძნელია. ძალიან ძნელია. მით უმეტეს, როდესაც ქვეყანა დამშეულია და ასე დამშეული იქნება დიდხანს. იმიტომ რომ ამოსუნთქმული მოსახლეობა არავის არ ჭირდება. არა ვაკო, ახლა ავღანეთი-პაკისტანის კონფლიქტი იმ ხელა არის და იმდენი მიზეზები აქვს მაგ ყველაფერს და იმდენი გარედაში და ფაქტორებია, მაგას არ ეყოფა 1-4 საათი სალაპარაკოთ. მოკლედ შემიძლია ერთი რაღაცა გითხრა, რომ თალიბების მოსვლიდან ავღანეთი ძალიან რადიკალურად შეიცვალა და ძალიან დიდი პროექტები არის ავღანეთში დაგეგმილი ჩინეთის, რუსეთის, იგივე პაკისტანის, იგივე ირანის და იგივე ინდოეთის და როგორც ტრანზიტებზე არის მაგ საქმე და რკინიგზების გაყვანაზე და გზაზე და ასევე გაზსადენებზე და ნავთობსადენებზე არის, ასევე ძალიან დიდი სერიოზული პრობლემა არის წყლის რესურსების განაწილებაზე. ასე რომ მთელი ეს უზარმაზარი პრობლემების კონგლომერატი ერთადაა, პლუს რელიგიური ფაქტორი და ვაიმე პლუს 1000 რაღაცა მაგას შემოძმაო ახლა მე ნახდათ ვერ ვინც ახლა მაგას დაიწყებს თავზე მის თავზე იღებს და გარჩევას დაიწყებს ჩვეულებრივ, თუმცა ახლა საქართველოში აგას აგვირია ძმა. საქართველოში ყველაფერი იცი. ანათებს შემოძმაო ფული ანათებს ჯოჯოხეთს მით უმეტეს კარგად ვიცი ერაყი 8 თვე ცოტა მეტი მომიწია იქ ყოფნამ და ძალიან კარგად ვიცი ადგილობრივი მოსახლეობა. მიუხედავად იმისა, რომ ჭრელია. და ზუსტად იგივე პრინციპით გაყიდეს სადამ ჰუსეინი თვითონ მათმა გენერლებმა, მათმა პირადმამცველებმა და ახლო აღმოსავლეთში საერთოდ ფული, რა ვიცი, არაბუნებრივად მაგრად უყვართ და არის ესეთი გამოთქმა, რომ აღმოსავლეთში უყვართ ომი, მაგრამ ვაჭრობა უფრო უყვართო და ყველა ცდილობს თავისი ინტერესი ახლო აღმოსავლეთში, ვინც იარაღით ვერ გაიტანს, ფულით გაიტანოს. ესა. კაი, შემოკარგებო, დაგემშვიდობებით, მე მგონი. მეტი კითხვა არავის არ აქვს დარჩენილი. წარმატებულ ახალ კვირას ორშაბათს გისურვებთ და ნახოთ, დავიტოვოთ იმედი, რომ მაინც ყველაფერი სიკეთისკენ შეიცვლება. არ შეიძლება ადამიანი ნიჰილიზმში იყო ჩავარდნილი და იმედ გადაწურული იყო და გაწმილებული იყო. სანამ ცოცხალი ხარ, მანამდე სიკვდილის უფლება არ უნდა მიცეს კაცმა თავს და არც ქვეყანამ არ უნდა გაიტეხოს გული. მაგრამ არც ის უარ გარო, თავი ჩაყოს სილაში და სირაქლემასავით იყოს. ამინ, კარგად, დიდი მადლობა.